მკვლელობა შეუძლია ნებისმიერ ღვინის კომპანიასაც. დღეს გვქონდა პირველი სამუშაო შეხვედრა ღვინის ასოციაციის, იმერული ღვინის ასოციაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რა დროსაც შევხვდით გარკვეულ მეღვინეებს, ასეთი შეხვედრა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც წარდგენილი იყო ის სამომავლო გეგმები, რაც არის დაგეგმილი ასოციაციის ფარგლებში, რაც ძირითადად ემსახურება იმერული ღვინის პოპულარიზაციას და იმერეთის როგორც ღვინის რეგიონის პოპულარიზაციას და მსოფლიო ბაზარზე წარმოჩენას. განვიხილეთ იმერული ღვინოების მომავალი, რადგან ფართო მასებისთვის უფრო მეტად ცნობილი გახდეს იმერული ღვინოები, რადგან წარმატებას მივაღწიოთ კიდევ ერთხელ. ჩემთვის როგორც მეღვინისთვის პრივილეგიაა, რა თქმა უნდა, ასოციაციაში ყოფნა და ასოციაციას შეკრებებზე დასწრება, რადგან ერთობლივად ჩართული ვიყოთ ასოციაციის საქმიანობაში და მათი მხარდაჭერით იმერულმა ღვინოებმა მიაღწიოს წარმატებას. დასახულ მიზნებში არის სხვადასხვა ფესტივალების, კონკურსების ჩატარება, ასევე საერთაშორისო ღვინის მაგისტრების და ექსპერტების მოწვევა, ასევე გეგმაში გვაქვს ჩვენი პატარა სავინახე სანერგე მეურნეობის გახსნაც, სადაც გაშენდება იმერული ვაზის ჯიშები. ცნობილი მსოფლიო დონის ღვინის ცოდნე და ექსპერტი ხალბატონი ხეთი ჯურხაძე. ზრუნავს, რომ როგორმე კიდევ უფრო უკეთესად წარმოჩინდეს იმერული ღვინოები, ვინემ დღეს არის. ხდება, ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა გზამკვლევების, სხვადასხვა წიგნების, ბროშურების გამოცემა, ასევე იქნება ტრენინგები ჩატარებული მეღვინეებისთვის და მოკლედ მთლიანად ასოციაცია მორგებულია იმაზე, რომ იმერულ ღვინოს გაუწიოს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია.